ბრუნდებით დღის მთავარი ამბებით ეთერში ხელჩართული ჩხუბის სპორტის სასახლეში დაპირისპირება საგალობურთო კლუბ თბილისის დინამოსა და ქუთაისის ფან-კლუბის წევრებს შორის დაიწყო. მოგვიანებით ჩხუბში სპორტის სასახლის დაცვის თანამშრომლები ჩაერთნენ. შეხლა შემოხლა სუპერფინალის მიმდინარეობისას მოხდა. კადრები ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ექსკლუზიურად გადაიღო წლის მთავარი საგალობურთო შეხვედრა საქართველოში, რომელიც ქუჩურმა გარჩევამ გადაფარა. ნახეთ რეზი ხუციშვილის სიუჟეტში. ქუთაისისა და თბილისის დინამოს ფან-კლუბის წევრებს შორის ხელჩართული ჩხუბი მატჩის მესამე-მეოთხედის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო. ორივე კლუბის გულშემატკივარი სპორტის სასახლის ფოიეში ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა. სიტუაციის განმუხტვა სპორტის სასახლის დაცვამ სცადა, თუმცა თბილისის დინამოს ფან-კლუბის წევრები ფიზიკურად მათაც გაუსწორდნენ. დინამოს ფან-კლუბის წევრების განმარტებით დაცვის მიმართ გაღიზიანება ერთ-ერთი თანამშრომლის ქცევამ გამოიწვია. როგორც გულშემატკივრები ამბობენ, დაცვის თანამშრომელმა ფან-კლუბის ერთ-ერთი წევრის ცეცხლსასროლი იარაღით შეშინება გადაწყვიტა. ამ ფაქტს ტყუილს უწოდებს სპორტის სასახლის დირექტორი გიორგი ხუციშვილი. არა იარაღის კარგით, ეხლა თქვენ გინდათ რაღაცა და უნდა ამ ახალგაზრდებს აუხსნა ეს არის გულშემატკივარი. ეს არასდროს არ ხდებოდა. სპორტულ მატჩებზე არასდროს არ ხდება, რაც ხდება ახლა. 5 ჯერ გავაფრთხილეთ, 10 ჯერ გამოუშვით იქიდან ატყდა ჩხუბი, ატყდა ჩხუბი. კაცი ამოიღეთ ბავშვს. რომელი მაზია საქართველოს? სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები გამოიძახეს. რამდენიმე წუთში ფიზიკური დაპირისპირება შეწყდა, თუმცა გულშემატკივრებმა სპორტის სასახლის შესასვლელი კარი ქვებით მაინც ჩაამსხვრიეს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ გაბრიჩიძის განცხადებით, მომხდარზე ფედერაცია იმსჯელებს და კლუბებს სანქციებიც დაუწესდებათ. სამწუხარო რომ ასეთი რაღაცები ხდება და გახშირდა. ჩემის აზრით ეს ყველაფერი არის რაღაც ჩარჩოებში ჩასაყენებელი, იმიტომ რომ რამდენჯერმე მოვესწარი შემთხვევას, როდესაც ფან-კლუბის წარმომადგენლები თამაშს საერთოდ არ უყურებენ, არც აინტერესებს. მე ჩემის აზრით არც იციან რა თამაში არის ლაპარაკი. უბრალოდ მხოლოდ კლუბის გულშემატკივრობა მე მგონი არ წაადგება ამ საქმეს. ორგანიზატორებმა რა თქმა უნდა აუხსნა თუ როგორი ქცევის წესებია მიღებული საერთოდ კალათბურთში ასეთი რაღაც არ ხდებოდა და იმედია მომავალში არ იქნება. ქუთაისისა და თბილისის დინამოს შორის ეს დაპირისპირება პირველი არ არის. ისინი რამდენიმე თვის წინ ერთმანეთს ფეხბურთის მატჩის დროსაც დაუპირისპირდნენ და ეროვნული ჩემპიონატის თამაში ჩაშალეს. სუპერთასის დღევანდელი ფინალური მატჩი კი ქუთაისის კლუბის გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 80-76. რა სანქციები დაეკისრებათ ფინალში მოასპარეზე თბილისის დინამოს და ქუთაის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.